Welcome you to the 5th annual silent auction and fundraiser here at American Councils. Thank you all for coming. Can we get a round of applause? All right. ამერიკული საბჭოების მოღვაწეობის 40 წლისთავი ამ ორგანიზაციის ვაშინგტონის ოფისში ყოველწლიური ეგრეთ წოდებული უხმაურო აუქციონით აღინიშნა. ამ საიუბილეო თარიღზე ყურადღების ცენტრში საქართველო იყო. აუქციონზე ბევრი ქართული ნაკეთობა, წიგნი და ღვინო იყო გამოტანილი. ქართული მემკვიდრეობის აკადემიის აღსაზრდელებმა ქართული ცეკვები შეასრულეს. This is the 40th anniversary of the work of American Councils for International Education. ორგანიზაცია ამერიკული საბჭოების საერთაშორისო განათლების მხარდასაჭერად საერთაშორისო არაკომერციული დაწესებულება, რომელიც ცალკეული პირებისთვის და ინსტიტუტებისთვის განათლების შესაძლებლობებს ქმნის, რაც სწრაფად სვალებად და სულ უფრო ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში მათ წარმატების მისაღწევად ამზადებს. ეს არის აკადემიური გასვლითი პროგრამები, ენის უცხოეთში შესწავლა, მონაცემებზე ფოკუსირებული კვლევა და განათლების განვითარების პროგრამები. ამერიკული საბჭოები ახლებურ პროგრამებს ქმნის და მართავს, რაც პიროვნების თვალსაჩინოს აფართოებს, ცოდნას ამდიდრებს და ურთიერთგაგებას აღრმავებს. ამ პროგრამაში საქართველოც არის ჩართული. ამერიკულმა საბჭოებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში, 20-ზე მეტი წლის განმავლობაში ძალიან დიდი როლი შეასრულა ამერიკელი და ქართველი ხალხების დაახლოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდების განათლებაში. თვითონ ამერიკული საბჭოები საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ პროექტად მიიჩნევს და ამის გამო 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად მათ შეარჩიეს საქართველო როგორც ქვეყანა, რომლის წარმოჩენაც მათ ყველაზე მეტად უნდოდათ თავიანთი დაფინანსებლებისთვის, თავიანთი მეგობრებისთვის და ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. დღევანდელი აუქციონი მხოლოდ და მხოლოდ საბაბი იყო იმისათვის, რომ საქართველოს მიმართ მათ გამოეხატათ თავის სიყვარული, თავის პატივისცემა, რაც ვფიქრობ ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღესაც მუშაობს ამერიკის საბჭოები საქართველოში და იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნებიან, იმუშავებენ, ითანამშრომლობენ ჩვენთან და კიდევ ბევრი ქართველი და ამერიკელი ახალგაზრდა თუ ზრდასრული მეცნიერი შეძლებს ამ გაცვლაში მონაწილეობას და ერთმანეთის კულტურის დაფასებას. ჩემი აზრით ესეთი პროგრამები არის საუკეთესო საშუალება, რომ ერთი მხრით ქართველები გახდნენ უბრალოდ წარმატებულები და თან ჩამოყალიბდეს ძალიან კარგი გაცვლა ორ ქვეყანას შორის. დღევანდელი მრავალწახნაგოვანი მსოფლიოს პირობებში ამერიკული საბჭოების განათლების პროგრამა თავის მნიშვნელობას მყარად ინარჩუნებს. გია მელიქიშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.